იცით რა, მე ხნეთ ვარ, რა თქმა უნდა, რომ ჩემი შვილიც ხნეთ იყოს და ჩვენ მე ვთვლი რომ ჩვენ ყველანი ვართ, ვინც გარეთ არის, ვინც შიგნით არის დაკავებული, ყველანი ვართ პატიმრები. ეს უკვე ეგეთი სიტუაცია. მე შეიძლება ხა სახში წავიდე და ამიყვანო იმისთვის რომ აქ ვიყავე. არაფერი აღარ მიკვირს უკვე, მაგრამ ეს საქართველოა. ესე ადვილად ვერ მოხდება დიქტატურის დამყარება და ამიტომ რაღაც როგორ არა მაქვს იმედი, ჩვენი ახალგაზრდების იმედი, რომლებიც მე არ ვიცი ეს რა ახალგაზრდობა ყოლია. და რა თქმა უნდა ჩვენც ახალგაზრდობასთან ერთად გვერდში დაუდგებით და ყველაფერს ვიზამთ იმისთვის რომ ეს რაღაც გაუგებრობა სიზმარი რომ გონია, აი აქედან ამოვიდეთ. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან მართლა შეშფოთებულები არიან და ყველა მოუხევით ჩვენი ისტორიები. გარდა ამისა, ვთხოვეთ, რომ უფრო მეტი რეაგირება არის საჭირო, იმიტომ რომ ფაქტობრივად დიქტატურაში ვართ და ძალიან ვთხოვეთ, რომ სანქციები დაჩქარდეს. ვთხოვეთ, რომ მონიტორინგი იყოს ციხეებში, მონიტორინგი იყოს სასამართლოებში. მე გამოვხატე პირადად პრეტენზია იტალიის ელჩის მიმართ, რადგანაც ამას რამდენიმე ხნის წინ ნახე ფოტო, გადაღებული ძალიან მეგობრული ფოტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასე ვთქვათ, ჩახუტებული. და ვკითხე, ცხოვრობს თუ არა ის საქართველოში, უყურებს თუ არა მოვლენებს. ჩვენ ვიცავთ ევროპულ მომავალს, ევროპის გზას და ამის გამო ვიჯებით გვცემენ და ჩვენი შვილები საპატიმროებში არიან უკანონოდ დაპატიმრებული და მე ვკითხე იტალიის ელჩს, რომ საქმის კურსია, რომ პოლიციურ რეჟიმში ვართ და არალეგიტიმურ მთავრობის ერთ-ერთ მინისტრს ესეთი მეგობრული ფოტო უდევს ყველა სოციალურ სადაც შეიძლებოდა რომ დაედოთ. ამაზე გამცა პასუხი, მე წინასწარ ვიცოდი რა პასუხსაც გამცემდა, რომ ჩვენ მუშაობთ, მაშინ განმარტება უნდა გააკეთოს. არჩევნები არავის არ უღიარებია და რაღაც საშინელება ხდება ჩვენ ქვეყანაში და ამიტომ მქონდა პრეტენზია ეს შეკითხვა დამესვა. დანარჩენი ელჩების ძალიან დიდი მადლობელი ვარ, ძალიან ვეცდებით ყველაფერს და დაგიდგებით გვერდშიო. კარგა ხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა, რადგანაც მართლა გულთან ახლოს მიიტანეს. აი დაესწრებიან სასამართლოებს, იქნება მონიტორინგი ციხეშიც, თუ გამოვიდა და თქვათ მოითხოვენ ამას და ყველა кейს მისდენ ესე იგი სწავლობენ და იციან ყველაფერი. ნამდვილად ძალიან შეშფოთებულები არიან და აკვირდნენ, რომ არასდროს არ მიგვატოვებენ. 30 წელია ჩვენ გვერდზე არიან და არც ახლა არ მიგატოვებთ.